დღეს როგორც იცით, რიგითი ყრილობა იყო 34 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც სხვა დანარჩენი მანამდე, შესაბამისად ის საკითხები, რომელიც დღის რიგში იყო გათვალისწინებული, მათ შორის იცით, რომ ორი ასოცირებული წევრი შემოემატა ჩვენ ორგანიზაციას, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაფართოების მიმართულებით, მათ შორის იყო ცვლილებები. ახალი აღმასკომის იქიდან გამომდინარე ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა აღმასკომში, შესაბამისად ეს ადგილიც შეივსო, ახალი აღმასკომის წევრი აირჩია ყრილობამ, შესაბამისად ზაზა ზამთარაძე შეასრულებს ამოვალეობას, მათ შორის ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ პერიოდზე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, ხუჩასამ არაჩვეულებრივ წარმატებაზე, რომელთაც თითოეული ჩვენთაგანი და მათ შორის დარწმუნებულად თქვენს და ყველა სრულიად საქართველოს ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. FIFA-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ყრილობებს დავესწროთ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენი მხარდაჭერა დავანახოთ. მართლაც სიმბოლურია ახლა საქართველოში ყოფნა, რადგან რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ქართული ფეხბურთის მიერ მიღწეულ წარმატებებში ფეხბურთის ფედერაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ქართული ფეხბურთი საიმედო ხელშია. თქვენ კაშკაშა მომავალი გაქვთ. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას უფრო მაღალ მწვერვალებზე. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩვენს შეგვაქვს წვლილი. თქვენი აკადემიების მიერ აღზრდილმა ფეხბურთელებმა ევროპის მწვერვალები დაიპყრეს და საქართველო კარგად წარმოაჩინეს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს, რომ გაიმეოროს ქართული ფეხბურთის განვითარების მოდელი. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, ალბანეთში, ეს მხოლოდ გასულ წელს დავიწყეთ.